გამარჯობა, მე ნიკა ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც არ არის საჭირო იყო ყველაზე განათლებული. თავარია თავი ასე მოვაჩვენო. ვიცი არ ვიცი. საკითხავი აი ეს არის. დღევანდელ მაგიდაზე ჩვენს 4 მონაწილეს თანაბრად გადაუნაწილდებათ 100,000 ღირებულების ჟეტონები. თითოეულს 25,000. და სწორედ ერთი მოახერხებს, რომ მოიპოვოს ყველა ჟეტონი და გავიდეს სუპერფინალში. ვისაც არ გინახავთ ვიცი არ ვიცის პირველი სეზონი, აუცილებლად უყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დღეს ვიწყებთ ვიცი არ ვიცის მეორე სეზონს და მეორე სეზონში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ქალაქები. დღევანდელ მაგიდაზე ითამაშებს ბათუმი და მოდი მივესალმოთ მომავალ მეზღვაურებს საზღვაო აკადემიიდან. ხვიჩა დეკანაძე, ნავიგაციის სპეციალისტი, თემო დიასამიძე, ასევე ნავიგაციის სპეციალისტი, ბაჩანა თავართქილაძე, გემის მექანიკოსი, ლუკა მახარაძე, ნავიგაციის სპეციალისტი. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. როგორ ხართ, როგორ განწყობაზე ხართ? იდეალურად. შვენიერ განწყობაზე ვართ, მაინტერესებს ძალიან როგორ განვითარდება თამაში, ვინ მოიგებს, როგორ გავერთობით რა მოკლედ. მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული, სიმართლე რომ გითხრათ, გვინდა რომ გავერთოთ და არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს. თამაში თვისია მოკლედ. ძალიან კარგი. დღეს თქვენ გარისკავთ თქვენს ცოდნას და როგორც გითხარით, ერთ-ერთი თქვენგანი მოიპოვებს ყველა ჟეტონს და გავა სუპერფინალში, სადაც უკვე იბრძოლებს 2,000 ლარისთვის. ანუ მე ხო? ნახავ. ეგრე ძალიან თუ გინდა. არ მინდა მე შენ. კარგი, მე ყველა წარმატებებს გისურვებთ, მოკლედ, ჩემს კრუპიას ვთხოვ რომ დაგვირიქოს ქარდები. ამასობაში კი აგიხსნით თამაშის წესებს თქვენს და ჩვენს YouTube მაყურებელსაც, რომელსაც არ უნახავს ვიცი არ ვიცის პირველი სეზონი. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის მაყურებლის გარდა. თითეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრის სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება 2 მინიშნებას. თითეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონი 100 ჟეტონი. კარგი, დავიწყოთ, ხო? მომისმინოთ პირველი შეკითხვა? სად ვართ, ხო? კი. ბათუმის აეროპორტით თუ გისარგებლიათ, მაინტერესებს. კი. კი, ხო? კი. ან თუ გიფიქრიათ, რომ აი გემით როდის ჩავალ და მოდი გავგვინდები. არა, მე არ მისარგებლია ეს ხუთა შორის. მე მისარგებლია. კი. ხუთა ის. კარგი, მოდი მოვისმინოთ, ხო, პირველი შეკითხვა. რამდენ გზავრს მოემსახურა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს? თლიანი წლის განმავლობაში, ხო? 2025 წელს, თლიანი წლის, დიახ. არა, როგორ მარტივად დაწერეს, ხო, პასუხები? ხვიჩა. სად გაფრინდია ბათუმის აეროპორტი? ბათუმი ხულო იყო ჩემი პირველი. აჰა, გემი ტრენა. ესე იგი, ანუ ერთ გზავრს რომ მოემსახურა, ეგ კი, ჩემთვის მინიმუმ ერთი. პირადი იყო. აჰა. კიდევ ის გიმგზავრიათ? მე თემო. ბაჩი. 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 ბათუმი თბილისი. ბათუმი თბილისი. კი. აჰა, ძალიან კარგი. ეს ორი უკვე. ანუ მინიმუმ ორი არის პასუხი. აჰა. და აი მესამე. მესამე. თქვენსაც ბათუმი იტალია რა. ბათუმი იტალია. კარგი, პასუხები ვიცით ესე იგი. დავწერეთ. კი. ზუსტად. კარგი, ვისმით. მე დარწმუნებული ვარ ჩემს პასუხში პირველში. იქიდან გამომდინარე რომ ეს კითხვა დამესის დრაგოში. დავსდი 200 ქონი. აა, ხვიჩა საინტერესო. გაზარდა ფსონი 200 ჟეტონით. მოდი ვითამაშოთ ადრე პირველი ხელია, მეც ვფიქრობ რომ დაახლოებით პასუხთან ახლოს ვარ და ვითამაშე. თემო მოპასუხა ასევე 200 ჟეტონით. თავი მეც ვფიქრობ რომ მიახლოებით ვარ და მოდი პირველი ხელი რადგანა მეც ვითამაშებ. მოპასუხა ბაჩიმაც. და ველოდებით ლუკას. მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად მიწევია და მოდი გავზრდი 200-ით. აჰა. ანუ 400. 400. კი. გისმით? მე ვფიქრობ რომ 4 ერთ სასტუმროში ვიყავით და ყველას დაგვესიზმ. ნუ არ ვიცამაშ. არ თამაშობ? არა. მოდი მე გავასწორებ რა დავადე. ბანკი გასწორდა.
კარგი, მოდი მაშინ მოვისმინოთ პირველი მინიშნება. ამდენი წამი უდრის 13 დღეს, 21 საათს, 43 წუთს და 31 წამს. ეხა გადათვლა ძალიან ძნელია. გამოგცათ ამ მინიშნება. კი, ვსდი. შენ გადაითვალე უკვე, ხო? აჰა. თუ ჩემ გეზერდა კითხებით ეგრევე. მილიონზე მეტი. რამდენი იყო? რამდენით გაიზარდა? 300. 300-ით. მე დავუძღვევი. სო, არ თამაში. ძილის დროა. კამაც უპასუხა და ბანკი გასწორდა შესაძლოა. აჰა, ესე იგი დაგვრჩა ორი მონაწილე და მე მზად ვარ რომ მეორე მინიშნებას გითხრათ. ამდენი დოლარი უდრის 3.231.799 ლარს. კიდევ ვსდი 200. თუ ჩემ გეზერდა ისევ 200 ჟეტონი. საინტერესო. ლუკას უსმენთ. სიზმრები ხდება, ანუ შეიძლება. სადაც ან სხვა ამდენი სეზონში თამაში. იყავ. გავასწორებ. 200. ბანკი გასწორდა, შესაბამისად მე უნდა გითხრათ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის ბათუმის აეროპორტი 2025 წელს მოემსახურა 1.201.411 გზავრს. ვატარებ, იმიტომ რომ ცოტა დარჩა. აჰა. უსმენთ ლუკას. კარგი, მეც გავატარე. მაშინ უნდა გავხსნათ კარდები და გითხარით თქვენი პასუხი. 3.191.011. არა, არ გიწერია. 319.111, კი. 90,000 წაგ. ანუ მე მოვიგე ამ შემთხვევაში. ანუ სიზმარი იყო, მაგრამ გამეღვიძა რა ერთიანი მაგიტო დააგრა. სამაგერ მოვიგე. თქვენ რამდენიც გინდოდათ რომ დაგეწერათ და იმდენი დაგეწერათ, მოიგებდა ლუკა ამ შემთხვევაში. მაგრამ შეგეშალათ და მოიგეთ ეს. სიზმრები ხდება. შესაბამისად მიულოცოთ. ბანკი მიდის ხდება. გადავდივართ შემდეგ შეკითხვაზე. ამ რაუნდის საოცრებელი ფსონია 500 ჟეტონია. მე მაინტერესებს ადოლფ შიკ გუბერზე თუ გსმენიათ. რას გეუბნებათ? კი, მე მგონი ხულოდან იყო. ხულოს. კარგი. ჰიტლერი თუ გაგიგეთ? კი. და რას გეუბნებათ ჰიტლერი გაგახსენდებათ? ნაუ დიქტატორს მეუბნება. გერმანია. გერმანია გახსენდებათ. კი. იგი ყველას გერმანია გაგვახსენდა. მაგრამ თავარია ფურცელზე საფრანგეთი არ დავწერთ. რა შეგეშალოს ხო? კარგი, მზად ვართ რომ მოვისმინოთ მეორე შეკითხვა? კი, რა თქმა უნდა. კარგით. 1944-45 წლებში ადოლფ ჰიტლერისთვის საკმაოდ სტრესული პერიოდი გამოდგა. ამ პერიოდის განმავლობაში ის კონკრეტულ საშუალებებს იყენებდა, რათა თავი უკეთ ეგრძნო და სტრესული სიტუაციებისთვის გაეცნო. ის რამდენიმე სახეობის წამალს სვამდა, ყლაპავდა და იკეთებდა. დაასახელეთ, რამდენ განსხვავებულ წამალს იყენებდა ჰიტლერი 1944 წლიდან 45 წლამდე. გავიგეთ ხო შეკითხვა? კი. თქვენ ციცით ამ პასუხი მაგნა? კი, წერია. პირადი რომც არ მეწეროს, მე ვფიქრობ ეს პასუხი ყველამ უნდა იცოდეს. რამდენ წამს, კი. კი, აუცილებლად ისეთი ამბავია რომ ასე რომ თუ არ იცი, დავწეროთ. ანუ წამალი ეს ქიმიური ნიუტრიერებები, ინგრედიენტები, რაც შედიოდა ამ ყველაფერში. გვაქვს ვერსიები? აუცილებლად. რა თქმა უნდა. ისე ჰიტლერზე რა გსმენთ, აბა რა გიცით? მიყვარდა ეგ პიროვნები. მიზეზი? მიზეზი არაფერი, უბრალოდ დამესიზმრა. ცა. ანუ როგორი რამე იყო, იცი? მკლავდნენ და გადამარჩინა რა. ჩემი კუმირი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. კარგი, გვიწერია პასუხები, ხო? კი. კარგი, გისმენთ. ეს რა დავიწყოთ თქვენგან. დავიწყოთ, მე ვიცი დაზუსტებით პასუხი და გავზდით თუ შეიძლება და ვითამაშებ. არ შეიძლება. არ შეიძლება. 500-ით გავზდით. 500-ით არვენანი. გავზარდა. თემამ გაზარდა ფსონი 500 ჟეტონით. მოდი მე სულ ვასუხებ. 500. და ჩემს უპასუხო 500-ით. გისმენთ? მეც გავზრდი არა, ხო, გავუსწორებ რა. კი ბატონო, ლუკა მე. ხვიჩა ხა ჩიპლიდერია და ვიჩამად გაასწორა. ითამაშებს. ანუ შეგვიძლია პირველი მინიშნება მოვისმინოთ. კი. ზუსტად ამდენია ზუსტი ჩრდილოეთიდან ზუსტ აღმოსავლეთამდე გრადუსული დახრა. ვსდი 500-ით. აჰა. ძალიან კარგი.
ხუჩემ გაზარდა 500-ით, თემომაც მოდი მეც უპასუხა. უპასუხე. კიდე უპასუხეს და ბანკი გასწორდა. ძალიან საინტერესო ბანკში რაუნდი. ძალიან დიდი ფულია უკვე. კი. პირველმა მინიშნება მოგცათ რამ. დაახლოებით. კი. დაახლოებით. დაახლოებით რამდენი მოგცათ? 5 გრადუსამდე რა. 5 გრადუსამდე. 5 გრადუსამდე. კი და ბატონო. მეორე მინიშნებასაც რომ მოვისმენთ. აჰა. თქვენ? მე ის მომცხა რომ უნდა ისწავლო რა. კარგი. მაშინ წავიკითხოთ მეორე მინიშნება. კი. ზუსტად ამდენ ხანს გრძელდება საფეხბურთო მატჩი დამატებითი დროის გარეშე. თემოს უსმენთ? გავატარებ ჯერჯერობით დაზუსტებულად ცოტა ვიცოდი, მაგრამ შემეცვალა აზრი. ზოგადად ფეხბურთი თუ გიყვარს თან? ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ამდენი ხანი უყურებ ხოლმე ფეხბურთს. ბავშვობიდან უყურებ ფეხბურთს. ფეხბურთს 90 წუთი უყურებ დამატების გარეშე და გააჩნია პენდებამდე თუ მიდის არა და დამატებით წუთებში ძალიან საინტერესოა ხოლმე კი. ფეხბურთი. გეთანხმებით. უფრო დაძაბული კი, კი. და საინტერესო. კი ბატონო. ანუ გავატარეთ სულ. გავატარებ, კი. კარგი, გისმენთ თქვენ? მოდი მეც გავატარებ და დაველოდები სხვა თუ გასდის. ლუკას მეც გავატარებ. ხვიჩა გააზდის. და ხუჩამ მაგდენსლის იყო ბაბუა ჩემი რომ გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილია მაშინ. სამწუხაროდ. 500 ხო ხვიჩა? ხუჩემ გაზარდა 500-ით, თემომ უპასუხა. მე რომ საინტერესოა სიტყვები და მომაწოდო. თქვენ დაწვევით. კი, მეც დავწვექი. ორივე მინიშნება თქვენ უკვე იცით. და მე სწორი პასუხი უნდა გითხრათ. რომელიც არის? არის მაჩვენებია? ჩემთან არ არის. მაჩვენ. ანუ ვიცით სწორი პასუხი. ჩვენს მაყურებელსაც უთხრათ, რომ ეს არის 90 რა თქმა უნდა. და თემოს უსმენთ. ანუ რა დავწერე ეს? შეგიძლიათ გაზარდოთ ფსონი ან არა, გავატარებ. მეც გავატარებ. გაატარეთ. მაშინ მაჩვენეთ თქვენი პასუხები. 4. ხუჩა? ჩემი საყვარელი ციფრი, ჩემი დაბადების დღის ციფრი და ჩემი იღვლიანი ციფრით 11 და შემიძლია წამოვიღო ყველა. ძალიან ახლოს ვიყავით ორივე ესე სხვათა შორის. ისევ ხვიჩ. მეც 11 მეწერა. კარგით, გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 1000 შეტანა. დაოჯახებული თუ ხართ ვინმე? კი, მე. დაოჯახებული ხართ? შეყვარებული თუ ყავთ ვინმეს? არა. თქვენი აზრით აი მაინტერესებს ყველაზე კარგი სხვაობა წყვილს შორის რამდენი ასაკობრივი სხვაობაზე მოგვს საუბარი? 30. 30. არა, ასაკობრივი სხვაობაზე მოგვს საუბარი, ანუ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენი უნდა იყოს, რა აი იდეალური მაქსიმუმ 5. გულიანი მაქსიმუმ 30 5 წელი, ხო? კი. თქვენი აზრით? 3 2-3 წელი რა. 2-3 წელი. კი. ხუჩა, აზრი. სიყვარულია ციფრები მეორე ხარისხოვანი. ასევე რიცხვებით, ციფრებით. კი. კი ბატონო. მე გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაუბრე, მე და ჩემი მეუღლე თანატოლები ვართ და რავი, ძალიან კარგად უგებს ერთმანეთთან გონია რომ ანუ 1-2 წელიც არ ცვლის არაფერს და ანუ სიყვარული იყოს თავარი. კი ბატონო. კარგით. გადავიდეთ კითხვაზე. ჯონ ჯენევეის და საღერეთ გრუპ ჯენევეის ქორწინება გინესის რეკორდშია შესული. მათი ასაკის სხვაობის გამო. ამდენია სხვაობა მათ ასაკებს შორის. აი ესეთი შეკითხვა. ვიცი. წინაზე როგორც ვიცოდით? მე შეგახსენებთ რომ წინა რაუნდის გამარჯვებული ხუჩა არის. ვიცნობდით და დავაუწყოთ ამ რაუნდში რა მოხდება. დაწერე სავარაუდო პასუხი? თუ ზუსტად იცი? მეჯვარე ვიყავ. მეჯვარე იყო. სიზმარში თუ ნამდვილად ეხა მეჯვარე იყო. ცხადში. გასაგებია. ამ რაუნდს ვიწყებთ ბატში შენგან და გისმენთ. რა მე ვფიქრობ რომ ვიცი ეს ამის პასუხი ამ შეკითხვის და ავასწრებ აი 1000-ით ის. ხუჩემ გაზარდა 1000-ით. ლუკას ეხა რთულია რომ ვთქვა რომ ზუსტად ვიცით ხო, იმიტომ რომ დიდად არ მაინტერესებს ვინ როდის დაქორწინდა და რამდენი წლის ასაკში, მაგრამ მაინც ვითამაშებ რა. საინტერესო. ხო, საინტერესოა რა თქმა უნდა. ლუკა მოპასუხა. ხუჩა? ალბათ უპასუხებს. შიპლიდერი რასი 1500. 1500. გაიზარდა ფსონი 1500 შეტანით. 1500. ნანუ მე 500 უნდა გავმოტო. დავმოტო. სრული საფრთხე. გავასწორ.
მეც 1500 თუ 500. 500. პირველი მინიშნება. ჯონი იყო 81 წლის. ბაჩი გისმენთ? და მე ვფიქრობ, რომ მიახლოებით ვიცი პასუხი, მაგრამ გავატარებ ახლა გავსვრთი. ჯონი რამდენი წლის იყო? დავამბობ. 81. 81, ხო? კალდატონი არის, ხო? ერთჯერობით არის. კაი, გავატარებ მეც, გავატარებ. გაატარე. კი. ხუჭა? 1500 ვსდი. ხუჭამ გაზარდებს 1500 ჟეტონი. ეს ხო გადა მე კიდე 1500 ჩემს. თემო მოპასუხა. მოდი მეც უპასუხებ და გავაგზავნებ თავს. ბაჩი მეც ბაჩის მოპასუხა. თამაშობს. პასუხებ მეც. ეს ბანკი გასწორდა. მეორე მინიშნება. ანუ ყველანი დარწმუნებულები ხართ პასუხში. მეორე მინიშნების დრო მოვიდა მაშინ და მისი მეუღლე იმ წელს სრულწლოვანი გახდა. შენგან არ ვიწყებთ წრეს. ჩემი. ბაჩი გისმენთ? ბაჩკარი. მე ვფიქრობ, რომ მიახლოებული პასუხი მიწერია და გავსვრთი 2000-ით. 1000-ით. 1000. ბაჩიმ გაზარდა 1000 ანუ ჟეტონი. ძალიან ბევრი ფული ქონდა? კი, მეც გავსვრთი. ლუკა მოპასუხა. გაზარდა. ხუჭა გავსდი 2000-ით, იქიდან გამომდინარე რომ მხოლოდ 2 მაქვს შეცვალა. 2 წელი. აჰა. მაგდენ ანუ ძალიან ახლოს ხარ პასუხთან არის არასთან. მაგდენ. 2000-ით. გაასწორა თემომაც. გაასწორა. მე ვფიქრობ, ბაჩი ხუჭა არ იცის პასუხი ნაბდებს თამაშობს, ამიტომ მოდი მეც გავასწორებ და გავაგზავნებ თამაშს. ბაჩი მოპასუხა. კარგი, ლუკა გისმენთ? გასწორდა ბანკი. გისმენთ. ბანკი გასწორდა, ყველა ვთამაშობთ და სწორი პასუხის დრო. კი. რომელიც უკვე შეგიძლიათ რომ იცოდეთ, მაგრამ სავარაუდოდ არ გამოგითვლიათ. და მეგეთქვით. 63 წელი. ბაჩი, რა, მე გავატარებ და სხვა თამაშის პასუხს დავაგზავნებ. მეც გავატარებ. ხუჭა? გავატარებ. გისმენთ? გავატარებ. გაატარებ. მაშინ პასუხების დრო, ხო? კარდები და ნახოთ პასუხები. 30. მომეცით. 63 თემოს ზუსტად უწერია. ხო ვამბობდი რომ ვიცით. არ გესმით. არ გჯერათ რა გავაკეთე. ანუ იცოდი ეს ამბავი? კი. რა თქმა უნდა ვიცოდი, თორე 63-ს ანაირად გავარტყობდი. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 2000 ჟეტონი. მე მაინტერესებს დღეს მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მმართველი ვინ არის თქვენი აზრით? ამ შემთხვევაში ლუკა მოდი შენ გადავიწყო. გავლენიანი მმართველი? დონალდ ტრამპი ალბათ. პირველი ტრამპი გახდა, კი. ხო? იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი რაღაცა მოვაგვარა ეს ომები გააჩერა. ბევრი ვიღაც შეარიდა, ასე ვთქვათ. ვიღაც რა ქვეყნები რა. შეიძლება ვიღაც. ხო? რაც არის. ჩემთვის ეგაა გავლენა, რომ კი ბატონო. თქვენ რას ფიქრობთ? ეთანხმებით მე ლუკას? ვთანხმებ. არა? ჩემი აზრით ყველაზე გავლენიანი მმართველი კიმ ჩენ ინია კორეაში. დიქტატორი. რა, გასაგებია. ჩემი აზრით თქვენ რას ფიქრობთ? ვეთანხმები ლუკას ამ. მე ვფიქრობ რომ თითოეული ადამიანი არის სოფლიოს მმართველი. მათ შორის თქვენს? მოძინებს. მაშინ ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინებათ. მოდი მოვისმინოთ შემდეგი შეკითხვა. უკვე ყველამ ვიცით ტრამპის ინტერესი გრენლანდიის მიმართ. დამისახელეთ, რამდენი კვადრატული კილომეტრის ინტერესი აქვს დონალდ ტრამპს, ანუ რამდენია გრენლანდიის ფართობი. კვადრატულ კილომეტრში უნდა დავწეროთ კი. პასუხი. გაქვთ რამე ინფორმაცია? ინფორმაცია არა, მაგრამ საწერის საშუალება აქვს. ლუკა რა იცი გრენლანდიაზე? ყველაზე დიდი კუნძულია. ძალიან სიცივია, მეტი არაფერი. ძალიან ცივა. ფართობი იცი თუ არა? ფართობის ვიცი. ფართობით იცი? იბოთ. ხუჭა, შენ თუ არ დაგსიზმრებია გრენლანდია? სამწუხაროდ სიცივეები, არა ხო? სიტყვები ჩემთან არა, ნეიტრალური. ნეიტრალური. იბოთ. კარგი, ეს წრე მოდი ლუკასგან უნდა დავიწყოთ. ისმენთ ლუკა. რადგანაც ვიცი, აი ეს გავუსვი 2000-ით. აჰა. ლუკამ 2000. გაზარდა ფსონი. იმიტომ რომ სხვა კუნძულებიც ვიცი რა, სხვა კუნძულების ფართობიც რა და ყველაზე დიდი კუნძული როა, აქედან გამოვთვალე და ზუსტად ვიცი. გამაზუსტად ვიცოდიო.
ხო და ზუსტად ვიცი. კი ბატონო. კი. ხო ჩამოპასუხა უკვე სხვათა შორის დაგვახვედრა. მოდი მე ამ შემთხვევაში არ ვითამაშებ, ლუკა მართლა დარწმუნებულია, ბევრ შეკითხვაზე უპასუხა ეხლა გრენლანდიაზე რაც შეკითხვა დაისვა და მივცემ შანსი რომ მოიგოს რა. კი ბატონო. გასაგებია. მე რამდენიც უნდა გავასწორო ეხლა? 2000. 2000 ხო? აი. ბანკი გასწორებულია. ნიშნებას ველოდებით. და მოდი პირველი მინიშნება მოვისმინოთ, ხო? კი. საქართველოს ფართობზე 31-ჯერ მეტია. იცით რამდენია საქართველოს ფართობი? კი, მაგრამ ეხლა რო თქვა გამოთვლიდან და. კი ბატონო. 5000 ხო? დიახ. კი, 5000-ით გავზარდე მე. 5000. 5000. ხო ჩამოპასუხა 5000. მოდი მე დავწერე მე ორი თამაშები. ციილინების. ამ შემთხვევაში ორი მოთამაშე დაგვრჩა ამ რაუნდში და მე მზად ვარ რომ მეორე მინიშნებას გითხრათ. 2,166,087 კვადრატულ კილომეტრამდე მხოლოდ 1 კვადრატული კილომეტრი აკლია. ვაა. არ გწოდნია ხო? არა, მე ვერ გამოვითვალე ეხლა რამდენია ის 1 კილომეტრი. რა რიცხვი თქვი გახსოვთ? 2 მილიონი. ხუჩა. ზუსტად იცის პასუხი და არ ამბობს ველოდები. კარგი, ლუკა, გისმენთ? მეც რო გავზარდო რა. კიდე უნდა გაზარდო? კი, კიდე უნდა გავზარდო. იცოდი, რამდენია. ეგ 100-იანი ჟეტონებია მხოლოდ. აი 5000 მაშინ. კიდევ 5000. 5000 გაზარდა, ხო ჩამოპასუხა. მაშინ სწორი პასუხი. 2,166,086 კვადრატული კილომეტრი არის გრენლანდიის ფართობი. და მოიგო ხვიჩა. ლუკა, შენ შეგიძლია კიდევ გაზარდო ფსონი ან გაატარო უბრალოდ სვლა. გავატარებ მე. ხუჩა. მეც გავატარე. გაატარე. მაშინ პასუხები გვაჩვენეთ. ჩემი პასუხი. მაგრამ გწოდნი. პასუხი 150,000. ხუჩა? კილოცალ 3 მილიონი 3,4,5,7,8 ძალიან მარტივი. ეს რაუნდი მოიგო ხუჩა. დათვალწოდნია, ხო? კი, მიულოცოთ. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე? რა თქმა უნდა. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 ჟეტონი. სერიალებს თუ უყურებთ, ხუჩა? კი, იჩასტა პასიას ამის. ინდუსაკას. თემო, შენი საყვარელი სერიალი რომელია? კაზიმ. კაზიმი. ბაჭი, შენი საყვარელი სერიალი რომელია? სამეფო კარის თამაშები. სამეფო კარის თამაშები. ჩემი გაქცევა იყო. გაქცევა. იყო თუ არის? არის. არის. სკოფილდი, ხო. ჰომლენდი გაქვს ნანახი? ჰომლენი, ანუ არ მოხდა ნახე, მაგრამ გამიდი. გაგიზმენი. ხუჩა? აუცილებლად თუ არ დაგესიზმრა მაშინ. ნახავდი აუცილებლად, ეხა ვიხსენე. სადღაც გააგიხანა. სადღაც. 10 წუთი გვაქვს რომ დავიძინო უცებ. ჯერჯერობით არ გვაქვს მაგის დრო, იმიტომ რომ შეკითხვა უნდა დავსვათ. ამერიკულ სერიალ ჰომლენდში რამდენი ქვეყანა ჩანს ან აღნიშნულია სიუჟეტში, ან აღწერილია მოქმედების ადგილად? აი ესეთი შეკითხვა გვაქვს. საინტერესო. საინტერესო და მარტივი, ხო? ძალიან მარტივი შეკითხვა, ხო? კი. ნანახი არ გვაქვს ჰომლენდი არავის. შესაძლოა გქონდეს მაგრამ. აი, კაზიმაზე რო დაგესვა შეკითხვა, ყველაფერს უპასუხები. ჩემი საყვარელი სერიალია და კაზიმა. კი. შენ რომ მონაწილეო მაგიდან. თუნდაც საუკეთესოა. დავწერეთ პასუხი? უფ, ვიტერი. დიდი ხნის უკან. ყველამ დავწერეთ პასუხი? შეგვიძლია დავიწყოთ ეს რაუნდი, ამ შემთხვევაში ქუჩასგან ვიწყებთ. თამამი იქნება უყურს გაზრდა და მინიმუმ რამდენით უნდა გავზარდო? 5000. ხუჩამ გაზარდა 5000-ით. მოდი ვითამაშებ. მაშინ ბაჩი. თემასაც შენი უპასუხა. ოლი. 5000, ეს 7000 და 8000. ჯამში. 8000. აი ჩემი ოლიმით, ჩემი თამაში. ლუკა ისედაც ოლიცარი. ესე იგი, ბაჩი და ლუკა ოლინს ვართ, ყველაფერი, ყველა ჟეტონი შემოგვიყვება. ხუჩა გისმენთ? 8 იყო, ხო? 8 იყო, რვა არა. კი. თუმცა 5 შემოსული და სამი უნდა 3 უნდა დაამატო, რომ ითამაშო. მეტი არ აქვს, თორე. ვისკავ, ვიცი. აიცი. თემოს თამაშობს. კი. კი ბატონო, პირველი მინიშნება მაშინ მოვისმინოთ, ხო? კი. ზუსტად ამდენ კუთხედია ჰენდეკაგონი. ვიცოდი. იცოდი. სუსტად ენდეკაგონი. დავწერე. აჰა.
ანუ ვიცით. არა, მე ვიცი. სიუჟეტი რომ მოხსენახი. ჰენდეკ კაგონი თუ სიუჟეტი? სერიალი თვით. სერიალი. სიუჟეტი. თუ აბა რა ქვეყანა იცის. ხო. ხუჩა. რას გვეტყვი? ახალწელს გილოცავთ. დიდი მადლობა. ვატარებ. გაატარებ. ასე თემო, ასევე გავატარებ. ასევე გაატარებ და ასევე ახალწელს გვილოცავ. არა, ნათლის ღებას უთხრა. ნათლის ღებას ძალიან კარგი. ბაჩი და ლუკა თქვენ ოლინს ხართ შესაბამისად ელოდებათ ყველაფერს ეს პასუხი. და ყველაფერს გვილოცავთ. შო. მეორე მინიშნება, ამ შემთხვევაში თქვენთვის დავიკითხავ, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ისევ ბზა. ორნიშნა რიცხვების პირველი მარტივი რიცხვი. 2000-ის ვდით 11 ჩემი საყვარელი. მინიმუმი არის 5000. 5000. ხუჩამ გაზარდა 5000 და თემო თემო თამაშობს. მაშინ მე სწორი პასუხი უნდა გითხრათ, კი. რომელიც არის ამერიკა, სირია, ერაყი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი, ლებანი, გერმანია, ისრაელი, ვენესუელა, რუსეთი. რამდენი გამოვიდა? რა თქმა უნდა 11. შენ თუ მართლა 11 იძენ. ხუჩა გისმენთ? არა მოატრიალოთ, ჯერ შეგიძლიათ გაზარდოთ ფსონი ან გაატაროთ სხვა. არ გავუსწრებ, იქნება გამომდინარე რომ არ აქვს და როცა აკი. გაატარებ სხვა. კი, ამას ფინალში ვეთამაშები ახლა. თემო, გავატარებ. შენც გაატარ. კარგი, მაშინ მოდი პასუხები ვნახოთ. კი. აბა ვის უწერია 11 ან 11-თან ყველაზე ახლოს ვინ არის? რეალოს. ხუჩა შენ იწყებ? 7. 7. თემო 6. მე გავხსენახი. 1. 7. 7. ამ შემთხვევაში ბანკი გაიყო. გაიყო ხუჩასა და ლუკას შორის. სასიამოვნოა. ამ რაუნდში გვემშვიდობება ბაჩი. კი. ძალიან აზარტული ხარ როგორც ჩანს. კი. რას ურჩევდი ბიჭებს ან როგორ თამაშს რა უსურვებთ? ძალიან კარგი თამაში გისურვებთ. მართლა ძალიან კარგი ამოსილება იყო, ძალიან აზარტული იყო, ასევე თქვენი წარმატებას გისურვებთ. ბევრი ნახვევი, გამომწერები და subscribe-ი აუცილებელია ამ არხზე. მოეჭვენ. დიდი მადლობა. წარმატებები თქვენს, მადლობა რომ ჩვენთან სტუმრად იყავით. გაიხართ. კარგი იყო ბაჩი ბაჩი. გადაინაცვლოს შენთან ბარში. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. და ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 10000 ჟეტონი. 10000 ჟეტონი. თემო, მე მაინტერესებს, შენი აზრით როგორ უნდა მიხვდე, რომ ადამიანს დეპრესია აქვს? სახეზე რო შეხედავ მიხვდები. საუბრიდან გამომდინარე. ხვდები ხოლმე შენ? კი. კი. ლუკა შენ რას იტყვი? ხო რა, ანუ უფრო საქციელების საუბარი. ანერვიულებული ლაპარაკობს მაგალითად. ანუ დეპრესიულ ადამიანებს მაგრამ ყველა სხვადასხვანაირი დეპრესია აქვს. ზოგი ან ჩუმათა, ზოგი ხმაურიანია რა. ხუჩა, დეპრესიული ადამიანი თუ დაქსიზმრებია? არა, შემხვედრი. შეგვიძლია. კი. აჰა. კი ბატონო. ამ რაუნდში ლუკა არის ოლინს შემოსული, ასევე შეგახსენებთ. და კითხვა. თქვენი აზრით ევროპაში ყველაზე დეპრესიული ქვეყანა რომელია? რომელშიც ყოველი 5 ადამიანიდან 1 დეპრესიულია. თუ ზუსტად ვერ გამოვიცანით ქვეყანა, რა თქმა უნდა, მიახლოვებით, ხო? ამ ქვეყანასთან ახლოს ახლოს რომელიც იქნება, დიახ, გამარჯვებულიც ის იქნება. ვიცით პასუხი? პრესია. დავწერეთ? სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ ბიჭებო ითამაშეთ. სასიამოვნოა. ევროპის რომელ ქვეყანაში ხარ ნაყოფი ბიჭო? იტალიაში, იტალიაში. ჩეხეთში, ცეგვიტოვად. ჩეხეთში, მაგრამ ნამყოფი ხარ. კი ბატონო. ეს წრე უნდა დავიწყოთ თემო შენგან. ისმენ. დაზუსტებით არ ვიცი პასუხი. ფიქრობ რომ რაც მე მიწერია იმასთან ანახლოს იქნება, ან ის იქნება რა. ამიტომ არ გავუსდით ჯერჯერობით და გავატაროთ სხვა. თამაშებ, კი. კი ბატონო. ლუკა. ანუ მე რაც მიწერია, იმაზე ვისაუბრებ მაშინ რა. ანუ ხმადაბლა არ საუბრობენ იქ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დეპრესიულები არიან რა, ანერვიულები. ანერვიულები. ხო, ეს იქნება ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა ეხლა, შეიძლება სულ სხვა რაღაც იყოს პასუხი. მე ამას ვიფიქრებ. კი ბატონო. ხუჩა გისმენთ? არ გავუსდი. არ გад. რაღაც გაბრაზებულია მოხუჩი. დეპრესია, როლში შევედი, დეპრესიაში ვარ მეც. კარგი, მაშინ მე პირველი მინიშნება უნდა წაგიკითხო. ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და სახელმწიფო. ასე იგი. მიხვდით ხო? კი. რომელ ქვეყანაზეა საუბარი?
თემო გისმენთ? ვფიქრობ რომ პასუხთან ახლოს ვარ და გავზრდი და ვითამაშებ ცოტა აგრესიულად. აი 10,000 იქნება ჩემი. 10,000. კი. თემომ გაზარდაფსონი 10,000 შეტანით. მე მშვიდად ჩემი პოლინს ხარ? ბატონო. ხუჭა? ველოდები. ხუჭაც თამაშობს. მეორე მინიშნება უნდა გითხრათ. ამ ქვეყნის რევოლუციის ყველაზე ცნობილი სიმღერაა მარსელიოზა. თემო გავატარებ ჯერჯერობით ცოტა დამოუკიდია შეკითხვა. კი არა და მინიშნება. დაგაბნიათ? ხო. მაგრამ მაინც ვეთამაშები ხუჭას. კი ბატონო. ლუკა თქვენ ვიცნობთ სონს ვიღაცას, კი. მაგრამ რა მოგცათ მინიშნება? საინტერესოა მინიშნება. საინტერესოა ძალიან. ჩემთვის არაფერი არ მოვცემ. კი ბატონო. მარსელიოზა პირველი გავიგე. კი ბატონო. მარსელი ხუჭა? ალბათ ჩემი ქალაქთან. საყვარელი სიმღერა. შენი საყვარელი სიმღერა. ყველა დილას უსმენ. აჰა. კი ბატონო. ამ ეს შემთხვევაში რა სიტყვა? რევოლუციონერი ყოფილი. არაფერს. ბიჭებმა დაირიგონ. მე გავატარებ. გაატარებ სლას. კი, აუცილებლად. კი ბატონო. მაშინ მე სწორი პასუხი უნდა გითხრათ. ეს რა თქმა უნდა არის საფრანგეთი. და ისმენთ თემო. ისევ შენი ჯერია. პოლონეთი. თემო? კი. კი. ლუკა? აი მე გერმანია. გერმანია, პოლონეთი. პოლონეთი. ჩვენ ამ შემთხვევაში გამარჯვებული არის ლუკა. რომელსაც გერმანია უწერია და საფრანგეთთან უფრო ახლოს არის. კი. მიულოცეთ ლუკას. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 20,000 შეტონი. 20,000 ჟეტონი. ლუკა, გონი 20,000 მაქვს. კიდე რომ უნდა შემოვიდე. არ გავწევთ. 15,000. 35. ეს არის 18. რომ გავჩვალო ეს ჩიპები წონა. სუმწვანეები ხო? სუნწონეზე გევლოსმა. ლუკა, მე მაინტერესებს ყველაზე დიდხანს შუქნიშანზე რამდენ ხანს გახ? ალბათ 10 წუთი. 10 წუთი? კი. 10 წუთიანი შუქნიშანი? კი, იმიტომ რა, საცობი იყო რა და აჰა. გადასვლას ხო არ ღირდა და გაუჩერდი რა, მაინც. ხო. ეს ბათუმში თუ? ხო, ბათუმში. ბათუმში. კი. კი ბატონო. თქვენ? ხუჭა? მე შუქნისაზე დავრბივარ. ფეხი დავდივარ და კი პრობლემაა. წვანე მაქვს სული. კი ბატონო. თემო, რავი, ალბათ დაახლოებით მაქსიმუმ 2 წუთი. მაქსიმუმ 2 წუთი. დაახლოებით ეხლა ეს სიმართლე რო გითხრათ არ მახსოვს, არ დავკვირვები რომ რამდენი ხანი მჩერდები, მაგრამ მაქსიმუმ 2 წუთი იქნება დაახლოებით. კი ბატონო. მოდი შეკითხვას დავსვა. ყველაზე დიდი წითელი შუქნიშანზე არის ნიუ-ჯერსიში, კერძოდ ვესტ მიდფოლდში. რამდენია ხანგრძლივობა ამ შუქნიშანში? აი ესეთი შეკითხვა. იცი ხო ხო არ ხუჭა? ხართ ნამყოფი ნიუ-ჯერსიში? სამწუხაროდ არა. არა? ხუჭა დაწერე უკვე პასუხი? 11 ხო? აა 11 სამწუხაროდ არ დავწერე. ან საბედნიეროდ. არ ვიცი. მე გავატარებ, მაგრამ გაატარებ. კი ბატონო, ხუჭა გისმენთ? ვატარებ. გაატარებ. მეც რა თქმა უნდა. თემოც გაატარებს. კარგით, მაშინ პირველი მინიშნება უნდა გითხრათ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნათქვამი ამდენ ხანში მოვალ გულისხმობს დაახლოებით ამდენ დროს. ზუსტად რა. ამდენი მიწერია. 5 წუთში. ამდენი. კი. კარგი, ხუჭა გისმენთ? მე ვფიქრობ რომ ჩემი პასუხი არასწორია, მაგრამ გავატარებ. გაატარებ. თემო? მეც გავატარებ, იმიტომ რომ ეძარება ამის და კარგი, მაშინ მეორე მინიშნება. კი. ეს დროის მონაკვეთი უდრის საათის 1 მე-11-ს. კი, გასაგებია დავთვალეთ. მიხვდით? კი ბატონო. ხუჭა ისევ შენ გისმენთ? მე ისევ გავატარე. არაფერი საინტერესო. ვფიქრობ სადღაც 6 წუთამდე შევწდი. კი ბატონო. თემო? არაფერი არ მოუწია დიდი ხა, მაგრამ მინიშნება სიმართლე ვთქვა, მაგრამ ვფიქრობ რომ ახლოს მაინც ვიქნები რა პასუხი. კი ბატონო, გაატარებ თქვენ სიტყვას? გავატარებ. კარგი, მაშინ სწორი პასუხი უნდა გითხრათ, რომელიც არის 5 წუთი და 30 წამი.
ახლა თქვენ ისევ შეგიძლიათ ან გაზარდოთ ფსონი, ან არა, გაატაროთ. იმიტომ რომ ზუსტად თქვი, ზუსტად 5 წუთი და 30 წამი შევსდგით. კი ბატონო. ანუ გაატარეთ. კი. თემო. გავატარე. ლუკა, თქონდა. რა თქმა უნდა. მაშინ მოდი გავხსნათ კარტები. ამ შემთხვევაში ლუკა შენ განვიწყებთ. და ბოლოს მინდოდა რომ გამოვხდა 3 წუთი. ფიქრობ ლუკა გაიმარჯვა, იმიტომ რომ მე 11 მიწერია და 11 წუთი. ო, ამ შემთხვევაში გაიყო ბანკი ლუკასა და თემოს შორის. მოდი გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 30000 შეტონი. ხუჭა, ლატარიაში თუ მოგიგია, არასდროს მითამაშია. არ გითამაშია. არასდროს. ზოგადად ძალიან იღბლიანი ხარ? ავი, შეიძლება ითქვას. შეიძლება ითქვას. თემო, შენ რას გვეტყვი? რამდენად იღბლიანი ადამიანი ხარ? მიღბლიანი ადამიანი ვარ, ძალიან. კი? ლატარიაში არ მოგიგია რა. კი, მომიგია. რა მოგიგია? ბატარიაში არა ესე, რო თქვა, მაგრამ მომიგია გათამაშებიდან ამერიკას 10000 ლარი. 10000 რო არის. კი. აა, საინტერესოა. ლუკა, შენ? არაფერი არ მოგიგია. სულ წაგებაში. იმედია ახლა მოგიგია. ნახოთ. იმიტომ რომ უნდა დავსვა შემდეგი შეკითხვა. სერიალ დაკარგულებში ჰარლი სანამ კუნძულზე ჩამოვარდება, მანამდე ჯეკპოტში მოიგებს 114 მილიონ დოლარს. მან ჯეკპოტი შემდეგი ციფრებით მოიგო 4, 8, 15, 16, 23 და კიდევ ერთი რიცხვი. დამისახილეთ ეს ერთი რიცხვი. რომელიც ჰარლიმ დაწერა. დაგისახელოთ თუ დავწეროთ? დაწერა. მე ვიცი და დავწერე. გაქვს დაკარგულები ნანახი თემო? არა. სამწუხაროდ. ლუკა შენ? ისე ძალიან ნაწყვეტად უყურებდი რა ბავშვობაში. ზუსტად არ მახსოვს. მე საინტერესო იყო, კი. საინტერესო სერიალია, ხო? ხუჭა. დაკარგულები თუ გაქვს ნანახი სერიალი? არა. არა. არც ეს ეგ მომენტიც, რა თქმა უნდა, არის. ეგ მომენტი ვიცი, სერიალი არ მქონდა. ეგ მომენტი. და ის ის ეხება ვიცი. აჰა, და ის ის და ეს. დავწერეთ პასუხები. ხუჭა, შენგან უნდა დავიწყოთ ეს წრე. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ალოგიკური პასუხი მიწერია, რადგან თამაშია, დიახ. ძალიან კარგად ვერთობი ამ თამაში და ვიფიქრე, რომ ვიცოვლოდები და არასწორ პასუხს დავწერე. შესაბამისად არასწორი პასუხი მიწერია გილოცავთ ბიჭები. მაგრამ მაინც მაგზავ თამაშს. რასიზავ? ანუ ატარე. ვატარებ. გაატარ. მაგზავ თამაშს. კი ბატონო. თემო, ბოლო ჟეტონი მომზაჩენილი 5000-იანი და გავუზრდ. მზად ხარ რომ შემოხვიდე? ხო, პოლინს ნუნიო ვითამაშო. კი ბატონო. ლუკაც ოლინს არის შემოსული. 5000 მე ჩემო. 5000 შემოხო და ითამაშა. მაშინ მე პირველ მინიშნებას აკითხავთ. სერიალის შემქმნელებმა რიცხვები აიღეს 1960-იან წლებში ცნობილი მათემატიკოსის ენცო ვალენზეტის მიერ შექმნილი განტოლების მიხედვით. თანმიმდევრობა იგივეა. კი, ვიცი, განდუნე. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ჩვენი ორი მონაწილეა ოლინს შემოსული, მე შესაბამისად წაგიკითხავთ მეორე მინიშნებას და სწორ პასუხსაც გეტყვით. მეორე მინიშნება. ამ რიცხვის პირველი ციფრი ჰარლის მიერ დაწერილი პირველი ციფრია, ხოლო მეორე ერთ-ერთი ბოლო დაწერილი რიცხვიდან ერთ-ერთი ციფრი. ანუ პასუხიდან შორს ვარ. რა მოგცათ ამ მეორე მინიშნებამ, ლუკა? მე არაფერი. არაფერი. ვფიქრობ, რომ არის 43 ან 42. მე ვარ პასუხთან ახლოს, რადგან მიწერია 39, რადგან არიან ოლინს შემოსული, მაქინა გამომდინარე, ვისაუბრებ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ ვინმე უწერია უფრო ახლოს ყოფილი, შემიძლიათ გამარჯვებათ მოგილოცოთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ოლინს მე შემოვალ ბიჭებო. აჰა, ჩვენიერი, კი. კი ბატონო. ჩვენ ახლა უნდა გავხსნათ ჩვენი კარტები. ხუჭა 39. თემო 7. კი, 27. 27. 4, 8, 15, 16, 23, 42. პასუხი. მიულოცოთ ჩვენი თამაშის გამარჯვებულია ხუჭა. პაჩის თქო მაგიდასთან. ხუჭა გილოცავთ გამარჯვებას. გითხარი აბა როგორ მოგეწონათ დღევანდელი თამაში. დადებითად შევაფასებდი პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული გარემოა, ადამიანი რომ მოვა, არც ამ ნერვიულობა და ასე შემდეგ. პირიქით
სტიმულს ადლებთ, რომ ძალიან კარგი ხასიათზე იყოს და ითამაშოს ისე, რომ იღადაოს და გაისწოროს თავისი, ასე რომ ვთქვათ, პონტი რა. წალებში. იმას ვიტყვი, რომ გამოიწერონ ნახეს YouTube გვერდი. იბატონო. გვიყურეთ საერთოდ. იმას ვიტყვი, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ესენი. და ძალიან კარგი საქმეს აკეთებთ თქვენ. იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიას რაც შეეხება ტელესივრცეს, ონლაინ სივრცეს საქართველოში ძალიან ვიკოჭლებთ ამ ყველაფერში და ერთ-ერთი თქვენი არხია, რომელიც ამ ყველაფერს ასე თუ ისე ნელ-ნელა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ფიგურანტი მთავარი იქნებით თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მოვიგე და რავი თუ ვინმეს არ აქვს კიდევ ასესხებ შემიძლია ჩუქებით არ მგონია მივცე ვინმეს. ალბათ მიხვდით მეგობრებო დღევანდელი თამაში ქუჩამ რატომ მოიგო? პირველი სიზმრები აქვს ნანახი. თემო რას გეტყვი შენ? პირველ რიგში ქუჩას მიულოცავ მოგებას. ძალიან სასიამოვნო თამაში იყო მართლა ძალიან მისიამოვნე. ეხლა ცოტა ჯარგონულად ვიტყვი რომ დაძამასკებული ვარ კიდე თამაში მინდა. მადლობას გიხდით მოწვევისთვის, რა თქმა უნდა. და წარმატებებს ვუსურვებ თქვენ არხს. დიდი მადლობა. ბაჭი. პირველ რიგში ხუჩას მიულოცავ თამაშს, ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება თქვენს პროექტს, ძალიან კარგი პროექტია, ვისიამოვნე. ანუ ჩემი თავით არ ვარ ყოფილი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო თამაში იყო. და ბათუმელს მოგიწოდეთ რომ კომენტარებში აქტიურობთ აუცილებლად. და რავი, წარმატებას გისურვებთ რა, ძალიან ბევრი მევხვები გამომწერები. დიდი მადლობა. ლუკა შენ რას გეტყვი? საინტერესო თამაში იყო მართლაც და საკმაოდ აზარტულიც რა. თქვენ რაც შეგეხებათ მართლა წარმატებებს გისურვებთ და მომავალში უფრო მეტი განვითარება რა. დიდი მადლობა. და იმედია ისო მაგიდაზე შევხვდებით. თუ ექნება შანსი აუცილებლად. ეს იყო მეგობრებო დღევანდელი ვიცი არ ვიცი ბათუმის მაგიდა, ბათუმიდან ხვიჩა შეგვხვდება სუპერფინალში. თქვენ კი იაქტიურეთ, გამოიწერეთ ნახეს YouTube არხი და დაელოდეთ ვიცი არ ვიცის მორიგ ეპიზოდს და არა მარტო